საპატრიარქოში აქვს სამთრის ბაღი აქვს თვითონ მოვაწყო ეს ბაღი ყველაზე მეტად ალბათ საჩუქრებს ეს არის ყვავილები და ძალიან ზრუნავს მათზე სულ ამბობს ხომცა შედის ამ ბაღში ყვავილებს უნდა ესაუბრო უნდა დაელაპარაკო ყვავილებს ეს ცოცხალი არსებები არიან და მათ უნდა ესაუბრო იმიტომ ძალიან წყინთ ისინი გძნობენ შენ აი განცდას რამდგომარეობით შედიხარ გიყვარს თუ არ გიყვარს ის ყვავილი ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი სტუმარი უნდა მიიღო მის უწმიდესობას საპატრიარქოში და ვალაგებდით ამ ყვავილებს და გვინდოდა რომ ეს ძალიან ლამაზი რომელიც ყველაზე ლამაზი იყო ამ ყვავილებში რომ წინა მხარეს ყოფილიყო და ცოტა ისეთი უკანა მხარეს ყოფილიყო და თითქმის 1 საათი დაგვჭირდა ამ ყვავილების და ყველა იყო ერთმანეთზე უკეთესი ყვავილაც იმ ბაღში ყველა ერთმანეთზე ლამაზი იყო და ვალაგეთ აი და ბოლოს ვერც დავალაგეთ ესე კარგად ეს ყვავილები და მის ჩამოჯდა და უცებ უყურებს ამ ყვავილებს და ეს რამე თქვა უწმიდესმა რომ ეს ყვავილებიო ქართველები ვით არიანო ყველას წინ უნდა ყოფნაო მაგრამ ვინმეზე უკან არის ეს მე ყველას წინსო და რა უნდა ვქნაო ხო ყველას უნდა წინ ხო ვერ თავაყენებო ვიღაცა ხო ვიღაცაზე უნდა უკან დაიყოსო და რაღაც ენა ჩარჩა გონებაში ეს დამოკიდებულა მაგრამ აი ხო აი ყველა არის ყველა ნიჭიერია ყველა ქართველი ნიჭიერია ყველას უნდა რომ აი წინა პლანზე იყოს არის რაღაცა რომ ვიღაცაზე უკან უნდა იყოს აუცილებლად არ შეიძლება რომ ყველა ერთ ხაზზე იყოს და ამ ყვავილებთან ესეთი შედარება გააკეთა საოცარი შედარება რაც ჩვენ ერთთან დაკავშირებით ძალიან წინთო რომ მამო ამასთან დაკავშირებით მიმართ იმით რომ ესეთ პატრიარქთან გიწევთ სახურება და ალბათ ყველა ქართველი ბედნიერია იმით რომ ესეთი პატრიარქის ქვეშ ხარ და ესეთი პატრიარქია თქვენი ეკლესიის მართველი და მისი უწმიდესობისთვის არ არსებობს აი ვინმე გაარჩიოს უწმიდესმა რომ ის თანამდებობის პირია ის რაღაცა იმას გომარება ყველას ერთნაირად ეფერება ყველა ერთნაირად უყვარს ერთხელ მახსოვს როდესაც რაღაც ტოლულებმა გაფიცვა მოვაწყეს რაღაც და იყვნენ ქუჩაში გაშალეს კარვები და ქუჩაში ცხოვრობდნენ და მის მოწმენდობამ რამოდენიმე სასულო პირი გაგვაგზავნა იქ და ისინი მოგვაყვანა საპატრიარქოში და საპატრიარქოში მათთვის დარბაზში გაგოშევენ და იქ ცხოვრობდნენ თითქოს რამოდენიმე თვე იქ ცხოვრობდნენ ეს ტოლულები და ერთხელ როდესაც მის უწმენდობა ტრაპეზობდა უცებ თქვა რომ ისა იმა თუ აქვს ახლა საჭმელი და რაც იქ ტრაპეზე იდო ეს უბრალოდ ყველაფერი აალაგას თავისუფლად და ყველაფერი ჩაგვატანა იმ ტოლულებთან. თორემ ის იმათ ხوارშია და ესე იყო ესეთი დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ იმათო ძალიან ცივად ისინი ქუჩაში დგანან და არ შეიძლება მათ რო ესე ციოდეთ და აი ყველა ადამიანზე ფიქრობს, ყველა ადამიანისთვის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პატრიარქს გული არ შეტკიოდეს და მის არ ზრუნავდეს მისი უწმიდესობა. ზუსტად ეს და მამო რას ვარ დაკვირვებული იცით რომ აი ყველა შეიძლება იყოს და აი